მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით 25 ეპიზოდით. 25 არა უკვე? ანუ 33. მგონი 33-ია. 33 არის, მაგრამ 100,000 ვინახო არის ჩვენს უკან. Period. That is crazy. იაზრებ რამდენი არის? ანუ მართლა ვერ ვიაზრებ. სამბერია. Wow. ჯერ ეს ერთი We're მადლობა. popular. Okay. I'm not saying that. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვინდა და რომ თავიდან გვეთქვა. We love you guys so much. თქვენი კომენტარები, განსაკუთრებით YouTube-ზე. გთხოვთ, ანუ ეს არის პირველი ეპიზოდი, როცა არ გვავიწყდება და თავიდანვე გეუბნებით, რომ ხალხო და-subscribe-ეთ არხი, იმიტომ რომ it matters kinda. და-like-ეთ. ამას დავითი ამბობს, რომ matters. ამიტომ ჩვენ გვიჯერა. მაგრამ subscribe უეჭველი matters, იმიტომ რომ that's the only thing you care about on YouTube. But not us. Ani ჩვენ უფრო მეტად გვანაღლებს კომენტარები, საერთო განწყობა და ასე შემდეგ, whatever. ანუ მოკლედ დღეს არის 27 აგვისტო და გუშინ დაიდო შარიცხოები და ბავშვებმა ჩააბარეს უნივერსიტეტში. Oh my god, that is crazy. ზუსტად მახსოვს სად გავიგე რომ სად მოხვდი და რამდენ პროცენტიანი დაფინანსებით იყო რაჭაში ოთახში ვიჯექი პოლზე და ვნერვულობდი და იქ ანკალით რო ხსნი რომ რა დაგხვდება. Oh my god. ვაფშე არ მახსოვს სად ვიყავი რა გავიგე. აბათხარ, ეს იყო life changing მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ანუ რანაირად არ უნდა გახსოვდეს? What is wrong with you? Სუსტად მახსოვს რა თქმა უნდა, მე რო გავვარდი, აი ზოგადად მეხსიერება კარგი არ მაქვს, მაგრამ ეგ მახსოვს ძალიან კარგად. რამდენიმე ჩამიგდო თუ სად მოხვდნენ? Damn. და ისევ ლიდერობს საერთაშორისო ურთიერთობები და იურიდიული for some reason. ამიტომ ჩვენი საქმე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ you know what? Go ahead. ხო. ყველასთვის არ არის, მაგრამ ზოგადად გამოვიდნენ ის კონკრეტული ადამიანები, დიპლომატები და ასე შემდეგ. ზუსტად. We'll never know. ამას წინათ Instagram-ზე დავდეთ stories-ზე, რომ ანუ რა თემები განგვეხილა და ზამბერმა მოგწერა, რომ ტიპები მოგვეცითო, თუ როგორ იყო თქვენი უნივერსიტეტის გამოცდილება და რარჩევებს მივცემდით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტუდენტურ ცხოვრებაში იყოთ აქტიურად ჩართულები, იმიტომ რომ ხალხა coming from you? არა, იმიტომ რომ მართლა მე ვიყავი, მე უბრალოდ ჩემი სტუდენტური ცხოვრება დამემთხვა COVID-დან. მე სტუდენტური ცხოვრება არ მქონდა ჩათვალე რა. ერთადერთი რაც შემომრჩა. რა იქნებოდი ხა? არა, ერთადერთი რაც შემომრჩა იყო პირველი კურსი. პირველ კურსზე ვიყავი თვითმმართველობაში. ეს ვიცი რომ თესოში ცოტა გვემება ერთ თვითმმართველობაში ხარ ხა? გულია მე რა, ახლა სად იყავი? თვითმმართველობაში. Guys, this is embarrassing. No. ახსენე რატო, იმიტომ რომ we made parties და ანუ აი ძალიან კარგად მახსენდება ეგ პირველი კურსის პირველი სემესტრი. აი ძალიან კარგად. მაგრამ არ არის აუცილებელი ყოველ თვითმმართველობაში წავიდეს, ანუ ბევრი კლუბები არის რაღაც, ანუ თან it matters რა, ანუ ბევრი კლუბები არანაირად არ არის. ჯერ ერთი რა ხდება უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ თესავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, სადაც მოსწავლობდი. ანუ არანაირი კლუბი, აი ამერიკაში არის მე მგონი, რომ აი ხალხი ვისაც ევასება ეს, ვისაც ევასება ის. ჩემთან არ არის და ყველაზე დიდი კონტინგენტი ხო არის თესავში. What the fuck is happening? ანუ მართლა მაინტერესებს. მე მგონია რომ ანუ აი competitions რო არის ხოლმე ამერიკაში კოლეჯები, აი რაღაც ცეკვის competition ხო ხდები? ძალიან პოპულარული არის ეგ და აქ არანაირი არაფერი. მე მგონი არსებობს რაღაც თესაუს რაღაც ანსამბლი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთან მე ვსწავლობდი იფსოში, მახსოვს მაგ პირველ სემესტრში იმდენი აქტივობა იყო და იმდენი ივენთი, იმიტომ რომ გქონდა მე ბიზნესზე ვსწავლობდი, ამიტომ ეს ბიზნეს кейსები შეჯიბრებები რო გქონდა. პირველი კურსის პირველ სემესტრში ხდებოდა ეგ? ანუ ხო, არა მართლა ეგრე იყო, იმიტომ რომ მახსოვს რომ უნივერსიტეტში ვიყავი და სხვა დროს უნივერსიტეტში ფიზიკურად არ ყოფილიყარ ხალხო. იყო ეგ და ბოლო სემესტრი, ბოლო სემესტრი იყო. და ანუ მე რა რჩევას მივცემდი. მოკლედ ჩვენ რო დაიდო სად მოვხვდით, შეიქმნა რა თქმა უნდა აბიტურიენტების Facebook ჯგუფი არის და იქიდან რომ აი ვის სად მოვხვდით და ეგრევე TESOS law ჯგუფი შეიქმნა და იქ მე რამდენი ადამიანი იყავით, მაინტერესებს? 400 მაშინ და ეხლა TESOM გაზარდა მიღება და არის 800, ანუ ყველა ხვდება. ჩემ დროს იყო ცოტა ელიტური მან მოხვედრა და ეხლა არის იმენა. ხო, ეხლა არის ყველა ხვდება, ყველა ქულით, whatever. ხო და მე იქ იპოსტებოდა რომ აუ მოდი ჩატები შევქნათ და პლუსით და რაღაცა მე მიტყდებოდა ბანძუშკარა ვარ ხანდახან და მეთქი ანუ აი რა ჩატები შეიქმნას, მაგრამ it works you guys. პირველ დღეს მოვიდნენ ხალხი და უკვე შენ ხო ერთ ჩატში ვართ და ხო ვიცნობთ ერთმანეთს და მეთქი I miss that chapter. მე და ჩემმა კლასელმა ზუსტად ერთი და იგივე ფაკულტეტზე ჩავაბარეთ და
ეგ ძალიან აქტიურობდა რა ჩატში. ხალხო რომ მივედით, ანუ როგორც აი ბავშვი და დედას რომ იყავ ხარ, ეგრე ვიდექი მაგის უკან და ყველა ესალმება და ვაიმე შენ ხომ არიხარ და მე ამ დროს არავის არ ვიცნობ. უჩუჩო ამ სახელმე გამოსვა. თან ზოგიერთი მე მიცნობდა. მაგრამ არა, Who do you think you are? მაგრამ მე ძალიან კარგი მოგონებები მაქვს უნივერსიტეტიდან მაგას ვამბობ. როგორ დაზადნა მიყვარს, ძალიან მიყვარს. ერთი რჩევა. ხოდა მოკლედ არ გაგიტყდეთ, ერთი რჩევა არის ეგ რომ აი ჩაპლიუსთით იაქტიურეთ. It doesn't really matter. უბრალოდ გამოგადგებათ მომავალში. კი, ასევე მინდა დავამატო რომ უნივერსიტეტში განსაკუთრებით რადგან მასალა უფრო მეტი არის რომ ისწავლო work smart not hard. იმიტომ რომ ხო, ყოველთვის იმდენი აი თან მithumetes ახლა. ანუ მე რომ ახსოვს პირველი სემესტრი რაღაც შესავალი სამოქალაქო სამართალში თუ რაღაც ესეთი საგანი და საკითხავი გქონდათ ბევრი. ანუ პირველად მახსოვს პირველ სემინარზე მოგცეს 70 გვერდი დავალებად და ანუ წნევამ რომ ამიწია მართლა დეპრესიაში ვიყავი რომ ანუ ისტორიის გაკვეთილი რო იყო ხოლმე ორფურცლიანი ჩავაჭერდი და მეთქი ეს რანაირად უნდა წაიკითხა და რო გეზარება და უცებ რომ 70 გვერდი მომცეს თან კიდე აი თავიდან ხო არიცი რა ზონა გაამახვილო ყურადღება და მაგიტო ართულიო ყველაფერი მნიშვნელოვანი გეჩვენება და მეთქი ანუ 70 გვერდი მნიშვნელოვანი მასალა რანაირად უნდა დაიმახსოვრო ადამიანმა და სახლში იმენა პანიკა მქონდა დედა ჩემი მეუბნება რომ კაიო არა უშავსო თუ კიდევ სხვა ფაკულტეტზე გადადიო და მეთქი დედა არ დაზადნა არა, პრესტანვაზე ხარ ადონის პანიკა მქონდა დედა ჩემი რომ მაგას მეტყვის, ანუ არასდროს დედა ჩემი ესეთ რაღაცებს არ ამბობს. ხო და ანუ მე შეჩვევით რა ჩემთვის როგორც სამსახურში ყველა ახალი გარემო, აი პირველი თვე იყო რთული, რომ დაუმუღამო, მე ლექტორებსაც ცალკე უნდა დაუმუღამო. უეჭვალე, ანუ მაგრამ at some point ხვდები რომ იგივე სიტუაცია არა სკოლაში რა, ყოველას ადამიანური ფაქტორი გამოყვა და აქვს და ანუ მე მგონია რომ სკოლაც და უნივერსიტეტიც გამზადებს მე უკვე ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ხალხო networking-ი ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი ურთიერთობა, ანუ ყველაფერს საბოლოო ჯამში წყვეტს. ანუ შენ რაც არ უნდა კარგად სწავლობ და თუ თქვა ცუდი დამოკიდებულება გაქვს რომელიმე ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით ლექტორის მიმართ, ხო? ანუ unwarranted ანუ არ დამსახურებია ისე ხო და ანუ ვიღაცას ეროჟები პროსტა იმის გამო რომ ვიღაცა შენ გგონია თავი შენ რა გარემოში იყავი ჩვენთან ვინ გაბედავდა ვინმესთან გაროჟებას იქით ლექტორები გეროჟებიან ხო და არა ერთ წამში რა ხდებოდა რომ ლექტორი იყო და სტუდენტი ეროჟებოდა ლექტორს არა მაგრამ ანუ იყო ეგეთი მომენტები რომ ვითომ ანუ აი ხო იცი და ანუ არაფერი არ უნდა გაგიწყოს საბოლოო ჯამში რა ჩემთან ეხოდია კიდე არის თემა ანუ ჩემთან მართლა არ იყო ეგრე არ მოხსენდება მაგრამ ზოგადად ვიცი და მსმენია რომ ტეხავს როცა კითხვებს სვამ. შენი მენექტები იქნებოდი და ალბათ. არა, ეკტები და ჩემთან არ ტეხავდი, იმიტომ რომ ჩემთან ყველა კითხვას სვამდა. არა, კითხვებს ჩვენთანაც სვამდნენ, ანუ კითხვების დასმა არ ტეხავს, უბრალოდ აი ხო ხვდები რაღაც კატეგორიაში რომ გადიხარ უკვე ტრაკის ალოყვის, აი ეგ ტეხავს. და ყველაზე მთავარი ქულის გამო გთხოვთ ადამიანობა არ დაკარგოთ, because it never matters. It's not that important. Not that important გთხოვთ. აი ეგ ჩემთვის არის უდიდესი ეგ. ანუ ჩემთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი რომ ყოლდა A. I'm gonna be honest. ანუ ის კი არა ოღონდ რომ აი ის გამო ყველაფერს ვიზა, მაგრამ აი ჩემთვის ეგ განსაზღვრავდა რომ აი რა დონეზე ვაპოზიციონირებ ჩემ თავს ლექციებზე და სემინარებზე. მაგრამ ის 91 მაყალებოდა თუ 99, აი ძალიან ფეხებზე მეკიდა ყოველთვის, იმიტომ რომ სტიპენდიაზე დახამებული not that it's bad or something. ანუ არანაირად ყველასთან კვალაში ყოფთ და გვერდში კიდე გავართ ისეთ ხო ანუ ხა ვიღაცები იტყვი სტიპენდია არა უღია და მაგიტაო მაგრამ არა ანუ მართლა არის რომ საყოფილო ჩემი მიზანი რომ სტიპენდიისთვის მე ბრძოლა თუ ეგ ტიპები ხართ ძალიან კაი მაგრამ ხო ხვდები რა ხო როგორც ვიძე ანუ იცი რა კატეგორია იყვნენ ჩემ კურსზე რომ 39-ს რო დაუწერდნენ ფინალურში ან რეკავდნენ რომ ის ერთი ქულა მოუმატო სტიპენდია ხო მაგრამ თქვენ თუ იზამთ it's okay you guys. იმიტომ რომ თქვენ ჩვენ გიყურებთ. არ ვიცი, მე მგონია რომ it's not okay. არა, on the paper it's not, მაგრამ ხო ხვდებით რა. არა, ყველა ვინ ანუ შენაც უნდა გააკეთო ის რაც გისწორდება და როგორც თუ საჭიროდ მე მგონია რომ ჩემთვის კიდე ერთი რჩევა, რასაც ნანობ, ანუ ჩემთან მე სკოლიდან მყავს უახლოესი დაქალები და აი რომ მივედი უნივერსიტეტში არ მქონდა ეს დანაკლისი, რომ აი მეგობრების სკოლის და რაღაც იმით ყოველთვის დავიყავით. ანუ ყოველთვის მქონდა პონტი უნივერსიტეტის მიღმა. ხო და აი უნივერსიტეტში რაღაცას დავიყო, ვისაც სკოლიდან მეგობრები არ ყავს და ეს იმენა ანალიზი გვაქვს ჩატარებული ხალხს. ეგენი იყვნენ უფრო მონდომებული, რომ აი წრე შეკრან და იმეგობრონ და რაღაც და აი ეგეთი ჯგუფები რო ყალიბდება, რაღაც მომენტში
ჯგუფური მეგობრობა უფრო გაჩავს ვიდრე ინდივიდუალური. იცი რას ვამბობ? აი, როცა 5 კაცი მეგობრობს, შეიძლება რაღაც მომენტი გქონდეს შენ ცხოვრებაში, რომ არ ხარ იმდენად აქტიური, მაგრამ გაიტანს ვიღაც მეოთხე რა. და აი, როცა ერთი-ერთზე მეგობრობ და მე უნივერსიტეტიდან მყავს, ძირითადად ეგეთი, რომ აი, ინდივიდუალურად მეგობრობ ყოველასთან, იმიტომ რომ აი ეს რაღაც პონტის აწევა არასდროს მჭირდებოდა, იმიტომ რომ პონტი სკოლიდან მქონდა რა. ხო, და აი, რაღაცნაირად იზრუნეთ, რომ ჯგუფთან იმეგობროთ, რაღაც ჯგუფში შეკრათ და უფრო გაძლიერდება ეს ბონდი ჩემი აზრით. ხო, თან ანუ იმასაც კი არ არის რომ აუცილებლად იმას, ანუ პროსტა რომ გაიცნოთ ახალი ადამიანი. ხო, ანუ აი ჩემი უნივერსიტეტის აქალი ძალიან გადაობს, რომ ყველა ვინც არავინ არ იცის ვინ იყო, იმენა მე ვიცნობ რა. აი, ხალხები ვიღაც ერთი ადამიანი რომ არასდროს არ შანს, აი, ყველა ეგეც ვიცნობდი ჩემ კურსზე. Period. ხო და მე არ ვიცი, ჩემთან კურსზე იყო 50-მდე ადამიანი და ჩემთან არ არის რთული ეგეთი. რა ყველას იცნობდი ამიტომ. კიდე რა რჩევები არის? ჯგუფურ, აი, გთხოვთ ჯგუფური დავალებები და ჯგუფური პროექტები გექნება don't be that person, რომელიც არაფერს არ აკეთებს. I was never that. მიხდე? ჩემთან ჯგუფური დავალებები არ გქონდა. ჩემთან იყო ჯგუფური. ჩემთან იყო old school, იმენა ჩოლებრივი ძველი საბჭოთა teaching მეთოდები. მე რომ მახსენდება რომ ანუ იყო რაღაც საგნები რაც მეზიზღება და მაგალითად ბუღალტერია და აი ეს მაკრო ეკონომიკა და რაღაც აი ხო ხვდები რა, მაგრამ ის რაც მართლა მე მაინტერესებდა ის თქვა retailing ან marketing ან რაღაც ისეთ ცოტა ჩემ სპეციფიკაში გადიოდა. ისეთი საინტერესო დავალებები გქონდა და кейსები. ამიტომ ვინც ბიზნესზე ჩააბარეთ? იფსოში თუ ვინმე აბარებთ ამ საუკუნეში? რაღაც აღარ არის პოპულარული იფსო, მაგას ვამბობ, იფსო. იმიტომ რომ აი ჩემ დროს ნუ თესეულ ყოველთვის ინარჩუნებს თავის პოპულარობას, რაც არ უნდა თქვათ, მაგრამ თავისუფალი იყო ძალიან ჰაიპში და აი მე რო ჩავაბარე იმის მერე იფსო წავიდა უკან, თორე რაღაც პერიოდი იფსო იყო ძალიან. ეგრე არის ბაზარია რა, მეც გეთახმება. რაღაცა მგონი შეუტიეს, რაღაც პოლიტიკური სვლები იყო მაგას წინააღმდეგ. და ვერ ამოძურნენ. მეც არ ვიცი ეგ кейსი. მაგრამ ჩემთვის აპრიორი იყო რომ ინგლისურად მესწავლა, იმიტომ რომ ბიზნესზე ახლა კიდე ერთი ტალღას ველოდები რომ აი ინგლისურად რატო უნდა ისწავლა და რაღაცები, მაგრამ როგორ თემა არის იცი, როცა ბიზნესზე აბარებ, ტერმინოლოგიის 80% და მით უმეტეს მარკეტინგში ხარ, როდესაც ფიქრობ უკვე როგორ უნდა დასაქმდე საერთაშორისო კომპანიაში გინდა მუშაობა. აი შენი და ანუ შენი ის არის არჩევანი როგორ გინდა რა, გადაანაწილო და მე რო ვიცოდი რომ მინდოდა საბოლოო ჯამში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავა. ვიცოდი რომ უფრო მარტივი არის რომ ბიზნესი ისწავლა ინგლისურად, მით უმეტეს მასალა უფრო მეტი დევს, საინტერესო кейსებიც უფრო საინტერესო იყო მომენტ და მაგიტო ჩავაბარე ინგლისურად და მაგიტო იყო რომ იფსოში მინდოდა რომ მესწავლა. სწავლა ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან აი საწავლო ბეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა. მთელი ბავშვობა მინდოდა მესწავლა გივი ზოლდოსტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში. ყოველდღე ვფიქრობდი ამ ამბავზე ხალხო. ანუ მართლა ის ფიქსაცია მქონდა რომ აი, მაგრამ ისე გაიარა რომ 21000 ლარი ღირდა მაშინ წელიწადში. ახლა რამდენია? Couldn't afford. ეხლა ალბათ გაიზარდა გეომეტრიული პროგრესით დარწმუნებული ვარ. მაგრამ ასევე მე მინდოდა რომ boarding school-ში მესწავლა ყოველთვის. რაღაც ფიქსაცია მაქვს მაგაზე დღემდე. ანუ გზალდოსტანიშვილი ცოტა გადავხარშა. აი, ჩემი კონტენტის დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც ხდება კონტენტი boarding school-ებზე და შვეიცარიაში და ვინ რა შვება და საწავლობენ და რომელია დარენქვა ამ boarding school-ების ისეთ invested ვარ ხალხო დღემდე. მე გეტყვი. მეც ვფიქრობდი რომ boarding school ძალიან გამისწორდება, იმიტომ რომ მე მგონია ქართველ ბავშვს boarding school იმპანში გავუსწორდება, რომ ჩვენი მშობლები ზოგადად, ნუ იმაზე ვამბობ, რომ on average არიან საკმაოდ ჩართულები ჩვენ ცხოვრებაში რა, ანუ როგორც იციან, აი helicopter parents რა. და ბრიტანეთში არის ჩათვლილი ტრადიცია, რომ შენ ცოტა upper middle class თუ ხარ, უეჭველი უშვებ შენ ბავშვს boarding school-ში. ყოველთვის ორ ადამიანს ვინც იყო boarding school-ში ბრიტანეთში, ყველა ამბობს, რომ it was really traumatizing. ძალიან რთული იყო, მაგათთვის რომ შოულობთ ერთად არ იყვნენ და აი ხანდახან ხო არის როცა ვიკენდებზე შეგიძლია ჩამოხვიდე და ხანდახან იყო რომ ვაფშე არ შეეძლოთ რა ვიკენდებზე ჩამოსვლა. ამიტომ mixed feelings აქვს ყოველთვის ყოველს boarding school-ზე რა. მე მგონია რომ ძალიან გზრდის და დამოუკიდებლობას გაჩვენს, მაგრამ on the other hand I can see ანუ მარტო დამოუკიდებლობისთვის, ანუ გააჩნია ბავშვს, ანუ მე ჩემ შულს შევხედავ. აი ხო ხტები ზოგი არის რაღაცნაირად უფრო ჩამოყალიბებული, მაგრამ ძალიან ჩამოყალიბებელი თუ არის თინეიჯერობის ასაკში და შენ კიდევ რა უშვებ რაღაც სხვა ქვეყანაში, აი ესე მუდმივად. თან ანუ სასწავლო პროცესი არის წლის. ისინი იყვნენ იმავე ქვეყანაში, სადაც მათი მშობლები იყვნენ, ისინი იყვნენ ლონდონში, ისინი იყვნენ იქ და ანუ ეგ შეიძლება მე აი ქართული
პერსპექტივიდან ვამბობ. მე არ ვიცი რამდენად გავუშვებ ჩემს. მე გავუშვებდი, იმიტომ რომ ანუ მაგრამ ჩემ თავს გავუშვებდი და ჩემ შულს არ. ანუ ჩემ თავს ძალიან ვენტობი ხდები? At some point you should. ანუ 16-ის რო იყავი წახვიდოდი? 16 არა, 14-ის. ანუ მე ის აი ძალიან ბავშვობიდან ძალიან გაწონასწორებული და ძალიან period. ვიცი რასაც ვაკეთებ ყოველთვის თითქოს. საიტკენ ისწრაფვის. period. ხალხო ასევე Instagram-ზე გითხარით რომ Q&A გინდოდათ და ამ ეპიზოდში შეგიძლიათ დააკომენტაროთ კითხვები და უკვე ბათუმში როცა ვიქნებით. ჩვენ დღეს ხამით მიდივართ ბათუმში მეგობრებო. It will be interesting. Interesting. იმიტომ რომ დილის 6-ზე ჩავდივართ, ჩეკინი რომელზე გავაიასნეთ. ანუ ბოლოს მე გიშევტანეთ, იმიტომ რომ მე და დავითი, აი მიდი შენ დაბუქე, არა შენ დაბუქე და რა თქმა უნდა გუშინდელ დღემდე არავინ არაფერი იქნა. აი მე იცი რაზე მეცენება მიმები რო არის. ჩემ სხვა სამეგობროსთან როცა დავდივარ, სტერეოტიპულად რო არის, ხო, ერთი არის რომ გეგმავს, ერთი არის რომ ის არის, მეორე არის რომ ჩილზე არის. ეგრე ვჭდებით. აქ ყველა type B ვართ. სამივე ადამიანი ვარ type B. სამივე ეს ტრიპი დაიგეგმა ერთ კვირაში. სახლი დაიჯავშნა ერთი დღით ადრე სანამ წავედოთ ბათუმში. მიყვარს. And we don't care. და ვინ დაჯავშნა მატარებლის ბილეთები? მე. ვინ დაფუშა ეს ამბავი რომ გაიყიდება ბილეთები? მე. So shut the fuck up. შენი რაღაც კონტრიბუცია არის ყოველს ნაკლებისო. არა, ამ შემთხვევაში ვამბობ რომ არა, ვინ ისა დაასკეჯულა ყველა დინერი? და რეზერვაციები გააკეთე? არ გაგიკეთე. ანუ თან ამისი involvement რა იყო, რომ აი რუმსში წავიდეთ, აქ ბერნში წავიდეთ, ხო იცით კლასიკა. იქ წავიდეთ და არც დაუჯავშნია. ხო, კაი, მართლა. შეხარ ყველაზე ზარმაცი. ჩუ პროსტა. არა, ხო, მაგრამ მაგას ვამბობ, რომ სამივე რომ ანუ არ შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც PDF-ს გააკეთებს. ხო, და ჩემი მეგობრები არიან ეგეთები. მიხვდი რას ვამბობ? და მე რო ვარ მიჩვეული mag treatments, ხო, რთული არის გადმოეჯასტება. ძალიან დიდი ბოდიში. ბევრს არ ვიტყვით ტრიპზე, იმიტომ რომ You'll see why. ანუ კითხებს YouTube-ის კომენტარებში არავინ წერს, Instagram-ზე მოგწერეთ ხალხო, რაღაც ჩააგდე ლინკი, არ ვიცი. გახსოვს ადრე რო იყო ბაიოში რო ლინკს აგდებდი და ანონიმურად რო გიგზავნი და ხალხი რაღაცა. არა, პროცესი შეგვიძლია მოგწეროთ. აუ ძალიან გადაობა იქნება. მე არასდროს არ გამკეთებია ეგ. მე გამიკეთებია და საშინელი რაღაცები მოგწერე. ბაიმე, პროსტა რა კაი დრო იყო. მოკლედ თუ გახსოვთ, ბაიოში აგდებდი, რაღაც ანონიმური tell me links და ყველა გიწერდა, რომ რას ფიქრობდნენ შენზე და რას ვერ გეუბნებოდნენ პირში რა და ეხა ვისაც ძალიან აქტიური ცხოვრება არ გქონდა, არავინც უც არ გვიწერდა, მაგალითად მე ამ დროს რა ხდებოდა, შენ თვითონ წერდი შენ თავზე რაღაცუც. მე ეგ ხოდი ვიცოდი. გადმოგქონდა სტორიში, რომ აი ამას რატო ამბობთ ჩემზე და ვინ გგონი ვარ? ეგ ხოდი იყო, რომ არა, მე ვიცოდი, რომ შენზე წერდი კარგს. ხო, აი გააჩნია რა გამოხმაურება გინდა და აუდიტორიიდან რა. და მე არ მქონდა რას. I've done that only once, I would say. მართლა გეუბნ. We've been there. At least you're honest about it. I got it wasn't. Bring that back, okay? No. Sang აი დრო იყო. ხო და მოკლედ ყოველს წარმატებები. ჯერ სექტემბრის ბოლოს იწყება უნივერსიტეტები, ძალიან დიდი დრო გაქვთ მაგამდე. ამიტომ თუ რამის შეცვლა გინდათ შეიძლება, თუ რამის გაკეთება გინდათ გაკეთდება. დაიგრა. ზუსტად გილოცავთ ყველას აბსოლუტურად. და თუ არ ჩაბარეთ, ეგეც ის არის. იმიტომ რომ შენ იცოდი რომ initially არ მინდოდა რომ ჩამბარებნა, უბრალოდ შორლობან დამატალეს. I know. Your mom would do that. იმენა ეგ არის რომ რას ქვია არაბარებ. არა, მინდოდა gap year ამიღო, რომ ცოტა ანუ მივხვდარიყავი რა მინდოდა კონკრეტულად გამაკეთებენ სად უნდა ჩაბარება. Okay. Manifestაციებს აკეთებ შენზე გადააც. Manifestაციებს აი as per se ეგრე არ ვაკეთებ, რომ აი ხო იცი დაჭდები და რაღაცაზე რო ფიქრობ და რაღაც ეგრე ვერ ვაკეთებ, მაგრამ ერთადერთი ვიცი ენერგია, ანუ რა ენერგიების მჯერა, კარმის მჯერა, ანუ ადამიანზე ცუც თუ ამბობ, უკან უეჭველი გიბრუნდება. ცუც თუ აკეთებ. ცუც თუ აკეთებ უეჭველი. აი თუ ამბობ რა პონჩი გიბრუნდება უკან. ანუ აი როგორ თქვა, აი ვინმეს მე კი არ ვამბობ რომ ვიღაცა გაჭარო, საბოლოო ჯამში ყველას ვჭარობ და we all do that, let's be fucking real. მე ვამბობ იმაზე, როდესაც აი განზრახ აკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ადამიანს ეწყინოს, მიხვდი? აი რო წენ, ანუ აი სახეში რო ეუბნები რაღაც. ხო, გულსტკენ რა, ანუ ეგ უეჭველი გიბრუნდება. ანუ განსაკუთრებით საქმე, მე მჯერა რომ რაღაც სუც რო გააკეთებ უეჭველი გიბრუნდება, იმიტომ რომ სიტყვას რაღაც მომენტში კი აქვს ძალა, მაგრამ შეიძლება ძალიან ისე გაისროლო და you didn't really mean that. შეიძლება ისე გამოგივიდა რომ თქვი, მაგრამ არ გულისხმობდი. მე ნახე რა, ხო და მაგიტო თქვი სპეციალურად რომ ინტენციას გააჩნია, ანუ რა მიზნით გააკეთე ზუსტად რა იცოდე რა.
შენაკეთებ მანიფესტაციებს? არა, მაგრამ მინდა რომ გადავიდე მაგ რელსებზე, იმიტომ რომ მუშაობს ნინუშკას თუ ვინმე უყურებთ ხოლმე. ხშირად საუბრობს მანიფესტაციებზე და მე მგონი ერთი იყო რა 369 რაღაც ეგრა. ეგრას ნიშნავს? კარგი, შევეცდები გავიხსენო, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. მოკლედ დილით წერს 3ჯერ რა გინდა. ხო, აი მაგას ვერ ვაკეთებ. მერე წერ 6ჯერ რა ემოციას მოგიტანს ეს რო გააკეთო და მე 9ჯერ წერ კიდე რაღაცას whatever. ეს ხო და ფიქრობდი ჩემმა და ქალმა დავწერაო და გამომივიდაო და იმუშავაო და გავაკეთოთ დღეს. დღეს არა, ეს სისტემატიურად უნდა ქნა რაღაც დროის განმავლობაში. ეს კარგად დავარესერჩოთ. და მე მაგ გოგოს ისემ ჯერ ახალ რა აი არ ვიცი რაღაცა ეხა რომ მითხას რომ აი სამსახურიდან წამოდი ეგ არ არის შენი ადგილი იმენა წამოვა ჯერ თან აი ეგ მაკლია ზუსტად და ზუსტად ეგეთი ადამიანის ხრიდან მინდა რომ აი თა რო გჯერა მაგათი რაღაც ზეციური ძალებს I don't even know ნახე მე ყავს მეგობარი რომელმაც გაიარა ლია ბაგრატიანთან თუ იცი ლია ბაგრატიანი არის ძალიან გაჩვენილი ასტროლოგი ვიღაცას უაჭველი გეცოდინებათ მაგასთან გაიარა კურსები 2 წელი ანუ 2 წელი 1 წელი ერთი სერტიფიკატი მეორე წელი მეორე ანუ შაკოს მეგობრებო თან ვინც მიცნობს იცის შაკოზე როცა ლაპარაკობ შენთანაც მელაპარაკია ასტროლოგიაში რაც შეეხება ვაუ ისე მეკითხავს და ერთადერთი ადამიანი არის ასტროლოგიაზე სხვებთანაც ყოფილიყო რა ანუ I'm not gonna lie ტაროს არავის არ ვაშლავინებ შაკოს გარდა იმიტომ რომ აი ცოტათი არასდროს არ გამიშლია ტარო ან ჩემ დაქალს ხადაობით რო აქვს ნაყიდი ეგეთ პოინტში და რო ვიცინოდით რაღაცას რო იგონებდა და ანუ სერიოზული არის ანუ ნახე აი რანაირად უნდა იყოს სერიოზული რაღაც ალბათობაზე არ არის აი კარტს 3ჯერ გადაჩეხავ თუ 4ჯერ იმის მიხედვით ანის ამოგივა ანეს და მაგით ოდნავ არ მჭერა მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იცი რაზე ინტერპრეტაციაზე და თერაპიაზე რა ანუ გინდა რომ აი მე პროსტა შაკო რადგან ჩემი მეგობარი არის აი რაღაცა თქვა თუ მაწუხებ და თუნდაც სამსახურზე თუნდაც აი არ ვიცი რაღაცაზე ხო ყოველთვის როცა ვეკითხებოდი არ მხოლოდ ის არის რომ კარტებს მიკითხავს და სწორად მიკითხავს მაგ კარტებს და სწორი ინტერპრეტაციას აკეთებს არამედ მე ვაკავშირებ და ანუ ხმამაღლა რომ ვერბალიზაციას რო უკეთებ პრობლემას უკეთებ მან მეხმარება მე ჩემი აზრით აი ყველა კარტი შეგიძლია დააკავშირო შენი ცხოვრების რაღაც ეპიზოდთან არ ვიცი prove me wrong you guys არის რაღაც კონკრეტულად კარტები რაც არის ცუდი უბრალოდ რა აი tower როგორც ვიცი არის ცუდი თუ ამოტრიალებული ამოვიდა არის ძალიან კარგი იმ კითხავების მჯერა ოღონდ აი შარლატანების არა აი მართლა რომ რაღაც დაბადებიდან აქვთ ეს ნიჭი მე მართლა მჯერა რომ ზოგი იბადება ამ ნიჭით რომ რაღაცა ხედავდეს სხვა სამყაროდან ან რავი რას ხედავდეს არის ხილვა კონდეს ხო მე მართლა მჯერა მაგის რომ ზოგი იბადება იმ ნიჭით რომ კონდეს ხილვები რაღაც არა მიწიერი ძალებით რომ რაღაცები დაინახონ განსაზღვრონ ჩემნათესავს აქვს მაგის ნიჭი მე მგონი სიზმრებს ხალხი იგონებს ანუ აი სიზმრების მჯერა ანუ რაღაც დაწვირთვა აქვს მაგრამ ის რომ აი ეს დამესიზმრა და ეს მაგიტო მოხდა ყოველთვის შეგიძლია რაღაცას დაუკავშირო თან როცა ვეკითხები რომ მიყვება მაგ სიზმრებს როგორ დეტალებში ახსოვთ ხალხო იცით მე გავიღვიძებ თუ არა დღეს უბრალოდ უცუდესი სიზმარი დამესიზმრა ძალიან წყალს არა სხვათა შორის ვიზეც იყო იმას მოუყევე ეგ მგონი ძალიან გიჟდები ხო და სხვათა შორის დღეს მთელი დღე ძალიან სულ ხასიათზე რა გინდა თქვა არა მაგის გამო არა რაღაც მგონი რომ სუდი დღე არის რაღაც არ ვახარ აი მე დღეს მეც მაგრამ მე იმიტომ რომ სამსახურში იყო და ზოგადად რთული დღეა მეც გეთანხმები თავი შენც გტკივა ხო თავი მტკივა და ღებინების შეგრძნება მქონდა ყველაფერი არა თავი არ მტკივა და მე დღეს ინდის იმქანჯერ მინდა ძირითადად იმიტომ რომ გუშინ ძალიან ვერ ვიჭამე და თვითგვემა Let's not promote that. დღეს თვითგვემით ვიყავი დაკავებული და ანუ აი მართლა რანაირად მუშაობს ეს ყველაფერი რა აი როგორც კი ბავშვებჭამ ხალხო ჩემი თავი მეზღება დღეს თელი დღე საჭმელს დღეს თელი დღე ვიხედები სარკაში და ხვდები რომ გავსუქდი არა და ერთი დღე არ ჭამით ხო არ ხვდები თან ამ გონკებში ვარ ერთი დღე რო არ ჭამო არ ვთვლი რომ გავხდი მაგრამ ერთი დღე რო ჭამო ვთვლი რომ გავსუქდი what the fuck is wrong with me მაგას რა ქვია იცი არა და let's not go further there. Okay, whatever. Okay, მოდი. მე ადამიანი გვიწერდა, ასევე მინდა Q&A-ზე კერდა Instagram-ზე და პოსტერ რომ ყველა გაკეთებს, ყველა ამბობს რომ იდეალური ხარ. Oh, so please remember that. და შენ თავი გიყვარდეს.
ჩემი თავი ძალიან მიყვარს ის რომ ვამბობ რომ ჩემი თავი საუკეთესო ვერსიაა რო არ ნიშნავს რომ ჩემი თავი არ მიყვარს ჩემი თავი მიყვარს ყველაზე ძალიან period სანამ hot topic-ებზე გადავალთ შეიძლება რომ ერთი დავიწყოთ ჰოლივუდით მაგრამ იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც საინტერესო რაღაც უნდა გითხრა მიდი მოკლედ ყველას გვახსოვს American Eagle ის რეკლამა Sydney Sweeney-სთან ერთად და არ მოგვეწონა ხო? ნუ შენ არ მოგეწონა ჯინსის no ხო და ასევე Gap-მა გამოუშვა მეორე ანუ counter რეკლამა და მოიწვია თუ იცი Cat's Eye კი ვნახე არ ვიცოდი მაგრამ Blackpink-ის ბიუჯეტური ვერსია ხო? არა вообще there's a whole universe ეგეც ხო girl K-pop group არა ინგლისურად ვღარიან ყველა არის სხვადასხვა background-დან უმეტესობა ამერიკელი არის მაგრამ ანუ ერთი არის Chinese American ერთი არის Filipino ერთი არის Indian American ერთი შვეიცარიდან არის და თან წარმოედგინე რა აუცილებლად mix უნდა ყოფილიყო არა მანდ ანუ როგორ დაიწყო вообще როგორ ჩამოყალიბდა girl group Netflix კონდა ესეთი შეჯიბრება რომელსაც არქვა Star Academy თუ რაღაცა გიხსოვები იყო 30 გოგო და აქედან შეერჩეოდა 7 მარტო ხო 7 იმენა იგონებს 7 თუ 6 არ მახსოვს რამდენი არიან 6 ხო აი და show არის თუ როგორ დაკომპლექტდა voting-ით დაკომპლექტდა იმენა Love Island-ი აღარ Love Island-ი არის ჩათვალე და მე გამოუშვეს მე დოკუმენტური ფილმი კერდა ნუ სერიალი სადაც ჩანს აი ამ თლიანი პროცესის განმავლობაში ესენი როგორ გძნობდნენ თავს blah იმიტომ რომ თავიდან უბრალოდ ხედავთ მაგას პერფორმანსს და რა არის ამ რეკლამაში Gap-ის ხო და ანუ ყველაზე ის არის რომ ჯერ ერთი body inclusive ხო არის და რადგან ესენი ჩათვალე მართლა ყველა რასაც რო წარმოადგენენ რომ უფრო diverse არის და სიმღერა ანუ soundtrack-ია და milkshake-ი რო არის my milkshake brings all the boys to the yard and they're like it's better than yours იქ ხო იყო ნათქვამი რომ Sydney Sweeney has great genes და ესენი ამბობენ it's better than yours მიხვდე do you see the connection ew რავი თვითონ კლიპი ნანახი გაკ არა ანუ ხალხო გამოშტერდი ისეც ეკვავენ ისეთი კარგი გადაღებული იყო My milkshake brings all the boys to the yard and they're like it's better than yours damn right it's better than yours I could teach you but I have to charge my milkshake brings all the boys to the yard and they're like it's better than yours damn right it's better than yours I could teach you but I have to charge you want it the thing that makes me what the guys go crazy for they lose their minds the way you whine I think it's time la 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 აი რეკლამა მომწონს იცი რისი ვაიბი მოდის მე მგონი Gap-ის იყო ეგეც ის რა იყო back on 74 იმათი სიმღერა არის Jungles ეგროედა არ მახსოვს მაგრამ მე მომწონს ან ცოტათი old school vibe არა ამ რეკლამას ძალიან კაი კლიპია მაგრამ აი იმ კლიპს ძალიან ბევრად უკეთესი იყო ის იყო ძალიან iconic აი კლიპს რო სამჯერ ვუყურე ეგეთ როცა ეკავე ხო ხვდები რა ზეგალობენ ეგები მგონი Gap-ი იყო არ მახსოვს მგონი Gap-ი იყო არ ვიცი მაგრამ ესეც კაი კლიპია მომწონს უბრალოდ ვერ ხვდები რა წინააღმდეგობაში მოდის ეგ Sydney Sweeney-ს არა Sydney Sweeney-ს იყო იმაზე აქცენტირებული რომ ანუ აი she has great genes და ხალხმა ანუ შენ თვითონ არ აკრიტიკებდი ერთი წამი why am I defending ანუ რა are you gaslighting me right now? კი შენი თამაშის წესები თამაშდი let the girl live let the girl live ხალხო მინდა რომ მივუახლოვდეთ მთავარ თემას ამ კვირის და ამ საუკუნის რაც არის Taylor Swift-ის დანიშნა so happy are you? I am და გუშინ საღამოს მოხდა ეს ყოველი გონი იპავა თავისი ტიპი პროსტა ფოტოები მოგეწონა ძალიან saged ფოტოებს გავდა მომენტ stage ფოტო იყო და მაგიტო ფოტოგრაფმა გადაიღო არა то გადაიღო მაგრამ იხო ხვდები რომ აი მე მიყვარს ძალიან ბუნებრივად რო ხდება ხოლმე რომ აი სადღაც რო ხარ და უცებ რო გააძრობს ბეჭედს და ეს რო აი რაღაც ყვავილები მორთული იყო და არა it's cute I feel like it's giving Taylor yeah მე მგონია რომ it's very American მაგ წყულს რო ვუყურებ არის აი very American
ვიძე არიან ძალიან American. ანუ ხო ძალიან დიდი ხანია დათის ხმები და ჭორები, რომ peer relationship აქვთ და რეალურად არ არიანო ერთად, მაგრამ ნუ ხა დაგვიმტკიცეს ხელისხოვნით რომ ერთად არიან, მე თავიდანვე არ მეკონა მართლა რაღაცნაირად ხედავდი ერთად რა. რომ აი გავიგეთ თან მისი პროფესია გავიგეთ და რაღაცა, I feel like it all made sense. ანუ public მაგათ relationship არის 2023 წლის სექტემბრიდან, ანუ 2 წელი გავიდა, 2 წლის თავზე ხელი თხოვა. პრესტა აი ხა მე რასაც განვიცდი ჩემი პერსპექტივიდან, რომ ტეილორის შემოქმედების ძალიან დიდი ნაწილი იყო რაღაც მელანქოლიური, ოდნავ გულგატეხილი რეტროსპექტივები თავის past relationships-ზე. და რაღაც ტრაუმები და გულგატეხები არ ვიცი ყველაფერი, ანუ ყველაფერი შედევრალური რაც აქვს, იყო ეგეთი. და შენ გქონია რომ ახლა მასალა არ იქნება იმის გამო რომ healthy relationship აქვს. ზუსტად I'm worried you guys. მე მგონია რომ She should sacrifice her own happiness for all of us. For the good of us. არ ვიცი. ეგ საინტერესო არის, მაგრამ შეიძლება რავი, ისე აი ახლა რაზე უნდა მეგან ტრეინორი გაიჩნდება, არ ვიცი, რა მოხდება. მე ბეჭედზე მინდა ვთქვა, რომ Instagram-ზე ხო დაიპოსტა მარტო ეს ფოტოები და Instagram-ს ხო აქვს მაქსიმუმი რომ 5 მეგაბაიტზე მეტი, ანუ ფოტო ვერ გაიქაჩება რა. და ანუ რაც არ უნდა მიაზუმო, ხარისხიანად ვერ დაინახავდი და ვინმე თუ არ დაკავებული გრაფიკული დიზაინით, Figma გასოდინებათ და Figma-მ დადო ეგ თავენთი ახალი feature არის to sharpen the images რა. and Taylor's ფოტო დადო. როგორ იმაშფებიან, რომ ხარისხი უკეთესად დაგენახა ბეჭედი. ვა, არ ვიცი, არც მე მიახლოებია რატომ. ხო და მე ვცდილობდი რომ ჯორჯინეს ბეჭედი რო ნახე, იმასთან შედარებით ვერ იყო ეს ვიცა. ყველა მეკთქვა. ხო, მაგრამ ხო ხტები ჯორჯინა შენი გადმოსახედიდან არის თაკი. არა, ანუ აი შენ ხარ რასისტი, იმიტომ რომ ყველა ლათინა შენთვის არის თაკი. Вообще. დღეს დავითი რო ვიქეცი ძალიან მიხარია ოღონდ. არა. ხო, რა თქმა უნდა, არა. გიждები ლათინებზე. Exactly. Me too. Mi gente latina. ანუ ის ფაქტიც, რომ თავისი ახალი ალბომი reveal და დაანონსა ყველაფერი თავისი საქმროს მის პოდკასტში, ეგ ძალიან დიდი push იყო ამ პოდკასტის. ანუ აი წარმოიდგინე, Taylor Swift-ზე დიდს ვერავის ვერ მოიყვანო, ხვდები? ანუ რეკორდული რაღაცა 20 მილიონი მე უფრო მეცვალოდი ხალხო what is wrong with you? კი. ნუ საათი და რაღაც წუთიანი ვიდეოსთვის არა, მაგრამ ხო ხდები. Taylor Swift არის biggest star. მე მაშინებს on planet Earth. მაშინებს. მისი გავლენები მეც მაშინებს. მე მგონია ძალიან powerful არის. იმენა ძალიან powerful არის. მოდი ვილაპარაკოთ the life of a showgirl. ეგრე ქვია ბოლო, იმას რა ქვია ალბომს. მე კონცეფცია მომწონს ეგიჟამდე, იმის გათვალისწინებით, რომ პამელა ანდერსონის ფილმი რო იყო The Last Showgirl. ძალიან მომეწონა და вообще ეს მაკედან აიღო ნეტა არ ვიცი ზოგადად ეგ ხომ ძალიან მომკვდავ ინდუსტრია არის როგორც ვისაუბრეთ უკვე და არ მომეწონა აი იმის დიზაინი ალბომის You could do better first and foremost მაგრამ აი კატეხილი რო არის ხო იცი რაღაცა shattered design-ი რო ქონდა on the edges ეგ არ მომეწონა რა და ყველა ამბობს რომ ფონტი არ მოგვეწონაო ფერთა შეხამებაზე არ დავეთანხმები იმიტომ რომ მწვანე და ნარინჯისფერი ძალიან კარგად ხდება ერთმანეთს ძალიან მომწონს ეგ კომბინაცია და წლებია რა გინდა გითხრა რომელი მოგწონს Blake Lively ხო არავის არ გვევასება უკვე მაგრამ whatever Met Gala-ზე რო ეცო თუ გახსოვს აი ნიუ-იორკის თემატიკაში რო ქონდა დიდი კაბა რომელიც იყო copper და იყო მწვანე დაბოლებებით არ მახსოვს მაკედან არ მგონია მე მგონია რომ Disney Channel-იდან მომწონს იმიტომ რომ იქ ეცვათ ხოლმე ეს ორი თამამი ფერი ერთად და ბავშვობიდან ძალიან ფერთა შეხამებას არ მქონდა პრობლემა ხო არც მაგრამ იმაზე იმიტომ რომ ბერმა მოგწა რა ასევე რომ განიხილეთ რომ ძალიან ბევრ ვერსიას აკეთებს ალბომისა მე მაგას მუღამს ვერ ხვდები ანუ სხვადასხვა სიმღერები არის თითო ალბომში because I don't know რას ნიშნავს ბევრ ვერსიას აკეთებს თუ გახსოვს დიდი დრამა იყო ჩარლისა და თეილორის შორის, იმიტომ რომ ჩარლი უნდა ასულიყო UK chart-ებზე პირველზე. და ამან გამოვშვა ახალი ვერსია რაღაც ხო და ეს ვერსიები იცვლება როგორ იცი? მივხვდი რა იგულისხმეს. ან სხვა versions. კი. არა, მე ძალიან ვემხრობი, ჯერტი აინახლებს. მე ყოველთვის გოგო არის booked and busy, მუშაობს თუ არა ახლის წერაზე განახლებაზე. Let the girl live, okay? მე მომწონს ის მარკეტინგული effort რა ანუ ეს
კრეატიული effort რაც იდება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ხო თვითონაც ამბობს რომ ნუმეროლოგია მომწონს. I feel like that's fun. იმიტომ რომ ჩარლის ქონდა ეგეთი თემა, სანამ Brad გამოვიდა და 1 წლით ადრე ვიყავი მაგის closed Instagram account-ში, რომელსაც ერქვა Brad365. და მივხვდი თავის close auditoriesთან ერთად აკეთებდა ამ ალბომს და ეგეთი რაღაცები მიყვარს, ეგეთი ინტერაქტივა. ჩემთვის გავიხსენო ვის დავანონსებია თავისი ალბომი ყველაზე კარგად რა გახსენდება. მე ერთი კონკრეტული იმენა თვალწინ მიდგას Justin Bieber-ის What Do You Mean რა იყო ხალხო? არ ვიყავ ეგეთი. გახსოვს? ყველას არის ფურცელზე დაწერილი What Do You Mean? ახლა გამახსენდა ხო? ყველაზე მაგრამ ეგ ალბომი იყო თუ პროსტო single იყო მგონი. I don't know, არასდროს ყოფილვარ ძალიან დიდი ფანი, მაგრამ ხო ხვდები. რაღაცის დაანონსება რა, მე მგონი single. აი იყო როდესაც არც ინფლაცია არსებობდა. დელევინი რაღაც ვაფშე ყველა ჩართული იყო რა. მე მგონი ბარაკ ობამასაც ჰქონდა ეგ რა, what do you mean? აი ჩემთვის ეგ და Ice Bucket Challenge ერთ დროს მოხდა. კი. აი მანდ ვიყავით და არანაირი სადარდებელი არ გქონდა. Pop socket-ები გახსოვს? Jasnat pop socket-ებს. Pop socket-ებს აი აქ რო აკრავდით ხო? მე ანუ ბოლო 3 წელი არაც მოხსენი თორე. მართლა? ძალიან მომწონდა. როგორ მენატრება ეგ დრო? აი pop socket-ებს. ხალხი ახლა Vince Taylor-ს აჰეითებს, ამბობს რომ აი ძალიან უცნაური timing არისო ამ ხელის თხოვნასა და ახალ ალბომს შორის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი traffic წავა. ხო და წავიდეს ხალხო milk it, ანუ ვერ გავიგე what's the fucking issue, ანუ ასე მგონი არის რაღაცები, როდესაც people care too much. Don't you agree? ანუ როცა ძალიან ესეთი სტარია, რა თქმა უნდა we care. არა, I care, მაგრამ in a sense that მოკლედ ძალიან გვეხარია. შენი აზრით ქორწილს სად გადაიხდიან? რა გოგჩო არის რომ აი კომოს ტბაზე წავა? მარანი. არა, ჩემი აზრით Tennessee ძალიან OG American girl vibe ექნება. რომელი არის ახლა ძალიან მოდაში არის ხო Tennessee-დან არის თვითონ. გონი. კი. ერთი არის Hamptons და მეორე Nantucket. მან შეიძლება. მაგას ეგეთი ვაიბი აქვს. ძალიან ელოდები და ვის დაპატიჟებს, იმ იქნება მეჯვარე. Oh my god. არა, მეჯვარე კიდე, ანუ მეჯვარე ბევრი ეყოლება. Maid of Honor ვინ იქნება ეგ ამთავარი. ისე ეგ მომწონს ამერიკელებში, რომ ეს Maid of Honor და რაღაც groomsmen და რაღაც აი ხალხი ძალიან ბევრი ყავთ. და ერთნაირი კაბები რო აცვეთ. I would never do that, მაგრამ it's so much fun, იმიტომ რომ შეგვიძლია დააკვირდების როგორ აქ კაბა, როგორ ტანს უფრო უხდება. ვაიმე. რაზო ფიქრობ კიდე იცი, როდესაც ეგეთი ცნობილი ადამიანი ხარ, ხო? როცა იხდი უკვე ჩვენ დროს ქორწილს ძალიან ბევრი რამეს უნდა იფიქრო. აი გაიხსენე Jeff Bezos. რამ ხელა ჰეითი წავიდა გასავს. ისე რაღაც მომენტში შეიძლება მოგინდეს რომ აი ძალიან ვიწრო წრეში ოჯახის წევრები და რამდენიმე მეგობარი და აი ქორწილი რო გექნება და 2 თვის მერე რო დადაფატავებ. მე რომელი მომეწონა გითხრა? აი wedding inspo რომ კონდეს რომელს ვიტყოდი რომ მეთქი აი ესეთი მინდა თქო Anne Taylor-Joyce რო კონდა თუ გახსოვს wedding? კაბა მახსოვს. თვითონ კონცეფცია ქორწილის არა. გახსოვს თუ არა ტორტი? არა. ნამდვილი გულის ფორმის იყო. ულამაზესი იყო. თეთრი? რა თეთრი? თეთრი იყო თუ გული აი ანატომიური გულის ფორმა ქონდა? ფორმა მესმის, მაგრამ ფერი? ანუ flash. ეგ გოგო აი ძალიან განსხვავებული გარეგნობის არის და აი არც ვიცი როგორ აღხსნა, მგონია რომ დეპრესიულია. არა მგონია. ძალიან გულჩათხრობილი. არა მქვეყნიური. ბრიტანელია უბრალოდ. ანუ ნატურალურად საინტერესოა და. არა. არის ხალხო, აი არ ვიცი როგორ აღხსნა, მაგათი იუმორი და მაგათი they're cold run. ახასიათებთ ეგ. არა, მე აი ბრიტანელების ფენომენს ვერ ვიგებ რა. გააჩინე საიდან არიან? It matters. უყურე Real Housewives of London. მეორე სერიას უყურე? არა, პირველ. მე მეორე სერიას უყურე უკვე. კაია. ძალიან ხალხო, it's so good. რომელი გოგჩა მომეწა. მე რა გავიხილოთ, იმიტომ რომ თქვენ არ გაინტერესებთ, we all know that. But love that. ერთადერთი აუ კიდევ ვერ წავედი და ვერ უყურე Weapons. იცი როგორ Weapons are აი ჩვენი core არის რაღაცას ვიტყვით აი უეჭ და მე შაბათი რომ მოვიდა ანუ რა თქმა უნდა გამოსცემდა. არა ერთი წამი let's go back to that. იმიტომ რომ კომენტარით გამიგიხე ეს რო პასუხობს რომ მოვატყუეო რომ ბუქდი იყო რომ წავსულიყავით და
იასენი არა აი რომ გეჩუქებინა არ წამოვიდოდ ისეთი გაბრაზებული ყავე. გეწყინა, სამგზნობი არის ხარ სიტუა. მაგრამ მაშინ ვერ წავიდod, იმიტომ რომ მე ერთი წამი რა გამახსენდა შენთან შეხებაზე. ერთი ადამიანი არის, ვინც ჩვენ ედიტებს აკეთებს ხალხო, ანუ ყოველდღიურად დღეში 3 ჯერ შევდივარ და ვნახულობ ხოლმე ისე მომწონს. ეგ როგორ დაგვავიწყდა? ანუ შენი ისეთი კანცია. ხალხო მე მინდა ვთქვა რომ ზოგადად before the podcast ყოველთვის მგონი ყველა ადამიანის ოცნება არის. ჩემი ოცნება იყო რომ ჩემი ედიტი გაეკეთებინე და თან პირველი დაიწყო ჩემი ედიტის კეთებით და დავითი მირეკავს რომ აი თან ექსაღამი ცოტა და შენი ედიტი გააკეთეს თან ძალიან თესლიო და აი შევდივარ გიჟივით მეთქი და ძალიან მომეწონა. ისე მიხარო და I was happy for you მე მართლა ვიტყვი რომ არც ველოდებოდი ყველაზე გადავაბარე მე და ანუ ლაპარაკობთ და ანუ ზუსტად იგივე ვთქვი რომ ანუ რომც უნდადეს მეთქი გააკეთა but there's not much content that he can take for him to make an edit of me მაგრამ იცი რა I'm so fucking grateful we are so fucking grateful ის რა საყურებლობა ვიდეო ჩვენი საერთო რო არის ძალიან კაია ან თან რამხელა რესურსი იდება ამის კეთებაში პროსტა უნდა უყურო ვიდეოებს კაი მომენტები დაიჭირო ამოჭრა ეფექტი და სიმღერა შეურჩიო იმენა მადლობა Madlova. I can pass away freely. იმენა ჩემს შვილებს რო ვაინახებ რო თეთა თქვენს აი ამ edits უკეთებდნენ. Oh my god, I'm going to fucking lose it. ძალიან კარგი იყო. ცოტა დეპრესიული კვირა მაქვს ამიტომ. What happened, baby? ანუ რაღაც ძალიან დეპრესიაში ვარ ხალხო. მაგრამ მგონია რომ ბათუმში რა ხარ წავალ ცოტა გამავალ. რატო გემართა? არა, it's okay. We can talk about that later. Oh my god. ისე რაღაც ჩააჭირა დღეს და მეთქი ანუ თავით რა ხდება მე რო წინის წინაკვირაში დამემართა ეგეთი იყო რა მაგას მე ვილაპარაკე ხარ მინდოდა ხო მაგის წამოჭრა მაგრამ we'll get to that later მაგრამ კიდევ ერთმა მოგწერა მეგობრებო უდიდესი ამბავი მოხდა ეს ზუსტად დღეს მგონი მითხარი ხატია წერეთელი იცმინარე იასნად ვიცი ვინ არის დააკავეს უეჭოლე ვიცით ეგ ამბავი რავი ყველა ტაბულა წერს რომ დააკავეს რა მოხდა ანუ რეიდი იყო მგონი ამ მასაჟების ადგილების არა და მამაშა იყო ანუ როგორც წავიკითხა ეწერა რომ ანუ პროსტიტუციის გავრცელების ანუ მამაშა იყო მამაშა ხო იცი ვინ არის ვიცი მაგრამ არ მინდა რომ ადამიანს დაუძახო მამაშა იმიტომ რომ it's a flex for ხატია წერეთელი it's a flex ბევრი ამბობს რომ მეგონა რომ მარტო მომღერალი იყო და მე ვიცოდი როგორც მასაჟისტი რომელიც გახდა მომღერალი მასაჟისტი იყო ეგ არ ვიცი მე როგორც მომღერალს და შემოქმედებით ადამიანს არა მივიდა ნიჭიერში მივიდა რომ ანუ მე ვარ რომ მასაჟის სპეციალისტია და მე მაგაზე გადავდა რომ ნიჭიერში იყო მე გადავები ხო როგორ მოხდა რომ მე ვიცი უფრო მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით ქონდა ძალიან გრძელი ფრჩხილები წითელი მაგრამ ახსოვს და ეღადავებდნენ რომ მაგ ფრჩხილებით მასაჟს როგორ აკეთებოდა აჰა თურმე და დააკავეს sex work is real work we appreciate those people და ასე დაკავებული იყო ძალიან კარგი ფილმი ხო იმიტომ რომ რაღაცეების ხო მაგრამ sex works არ აკეთებდნენ მომეთ ხო რავი ხო აკეთებდნენ yeah she did კი მე ძალიან მომწონს კარგ აზრს ატარებ და მაგხარ ანუ ვაფშე სხვაგან იყო მაგრამ ხო ხდები აი რაღაცნაირად უფრო განახებს ალბათ ძალიან ბევრი ფილმია ამ თემაზე რომ აი მაგ ადამიანების ცხოვრებას და საიდან მოდიან და რატო არიან ესე ყველაფერს კარგად გახედებს მე უბრალოდ მინდა რომ ყოველთვის მართლა sex work is real work მაგრამ ანუ ყველაფერს აქვს თავისი როგორც თქვა ჩარჩოები რა in a sense რომ არსებობს სიტუაციები როდესაც გოგოები და ზოგადად ადამიანები are taking advantage of და ანუ ამ ინდუსტრიის გამო საშინელ რაღაცებს გადიან და არის ხალხი რომელებმაც პირიქით ხო იცი they found themselves in this industry რა ამიტომ რთული არის რა ანუ მორალურად განსაზღვრო კარგია თუ არა what they found themselves in this industry. არა, ანუ აი როგორ თემერც იცი რომ აი ძალიან ბევრმა ვიცი რომ ახლა ამერიკაში თავისთავი იპავა ბაზარი. თავისთავი იპავა კი არა, რა ვიცი 7 dimension იყიდა და რა ვიცი. ეგ არ არის იგივე. ეგ მაინც ითვლება როგორც sex work. რა ქვია? OnlyFans-ზე ამბობ. ანუ ხო დღეს თელი დღე ტვინი მიერორებს. მარტენსები ვერ გავიხსენებ, ფეხსაცმლის სახელი მარტენსი ვერ გავიხსენე. OnlyFans არის, არ ვიცი, ყველაზე კაი გამოგონება ალბათ რაც ყოფილა იმათთვის, ვინც მანდ მუშაობს. ანუ წარმოგიდგა. ეს clarification მომეწონა. ხდები რას ვამბობ, ის რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან კაი ცხოვრება დაიწყო იმითი, რომ რაღაც ფიზიკურადაც არ ყიდიან თავის ხელს, მაგრამ in a way ყიდიან. ხო. Love that for them. მე უბრალოდ იმაზე
ისეთი кейსები არის, როდესაც ნურირიც არ არის რა. მიხვდი და მაინც შეულობენ ფულს. აი მაგაზებში ტარდება. ზუსტად, მე მგონი რა ღირს вообще OnlyFans subscription რაღაც თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე უნდა გამოიწერა, ხო? არა, მაგრამ მგონი შენ როგორც star ეგაც აწესებს იმას. რა ჩემი კონტენტი რა ღირს თითოეული ადამიანისთვის. მე დავიწყოთ. ბაზარია რა. საქართველოში არ არის მე მგონი. იცი როგორ არსებობს იმე ქართველი კრეატორი OnlyFans-ზე? ანუ ვერ კეთდება საქართველოს, იმიტომ რომ ამერიკელებისთვის არის მარტო. როგორი დისკრიმინაციულია. თუ რაღაც ანუ სააგენტოები არის და აუკაც მაგარი სქემები. შენ იქნებოდა ძალიან თესლი OnlyFans-ზე ქართველი. აი ეგეც ასტავს არ ვიცნობ. აი ვიცი რომელი იქნება და პროსტ სახელს ვერ ვიხსენებ, there's no way. მაგრამ არც მინდა რა თქვა მომენტ ბაზარია რა. ნინა წკრიალაშვილი I would pay for that shit. ჩაჭარა მაგ. აუ არა, ეგ არ მგონია რა ყოფილიყო OnlyFans-ზე. იმენ არ იქნებოდა, მაგრამ I would pay for her shit. კიდე სოფონიჟარაძე? არა, вообще არა, ანუ შენ ბროლთ ამობ შენ რა ფანტაზიები. Maybe let's retract, okay? ეს ისკარა ვინგინდა. ხატია ბონიათიშვილი? Who else? Okay, let's stop there. Oh my god. I'm სამი ადამიანის კონტენტში გადავხდიდი ფულს. What would be the თვეში 10 დოლარი. Girl. You gotta go. რაღაც ეგრე არ ღირს თვეში $9 და რაღაც ეგრე. Dennis Richards-ის OnlyFans-ი ხო ეგრე ღირდა. აი მაგაზე რას ფიქრობ, რომ შვილი დაასაპორტა? კარიჩა ერთ-ერთი ვარსკვლავი არის ამერიკაში. Dennis Richards საკმაოდ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავია. შეიძლება იცოდეთ, რომ თავის შვილი იყო OnlyFans-ზე და თვითონაც გააკეთა და რატო გავაკეთეო, რომ ჩემი შვილი დავასაპორტაო. Bullshit! ანუ ისეთი bullshit-ია, რომ მარტო შენ იტყოდი ეგეთ რამეს, ხვდები? ანუ აი არავინ სხვა. შენ და Dennis Richards-ი. Dennis, yeah. იზამდი აღარ ეგეთ რაღაცას? No, I would not. მაგრამ to each their own. ანუ მე არ ვიჯაჯა, უბრალოდ ანუ ჩემში არ არის ეგ რა. ვიღაცებში არის. ის შეიძლება მაგაზე გადავიდეთ ერთი წამი, მე არ ვიჯაჯა, ზე გამახსენდა წინა ეპიზოდის ამბები. რომ ნახევარმა საქართველოს გადაგიარა იმის გამო. იმენე დამაჯოს lunchbox-ის გამო ვინმესთვის დაეჭვათ გაგიგიათ ხალხო? მე დამაჯვეთ. მოდი, ის მაინც შეგვიძლია აღიაროთ, რომ სექტა ცოტა too much იყო. ანუ სექტა არის ჩვეულებრივი სიტყვა, ანუ სექტად რა თქმა უნდა არ აღვიქვამ ხო, რა დონის დეგენერატობა. ნეგატიური კონოტაცია აქვს. არანაირად, ანუ მე ნეგატიური დატვირთვა არ მემიცია. სექტა რანაირად შეიძლება იყოს ის ხალხი, ვინც რაღაც ჩანთას დაატარებს და ლანჩისთვის. ხო, მაგრამ რაც არის აი იგივე რომ მობილურს ვინც ატარებს სექტა? ხო, მაგრამ დამაკნინებლად იყენება ეგ ზოგადად. საერთოდ არ გამომიყენებია დამაკნინებლად. Take it or leave it, bitch. იმაზე მეცნობა რომ იგივე ვიდეოში ამბობ რომ შენ თვითონაც დადიოდი lunchbox-ით. No, I have never done. Lunchbox-ი კი lunch-ის ჩანთაზე ვთქვი მე და ყველას ვისაც კი სამსახურში ერთხელ წაუღია, იდენტიფიცირება მოახდინა თავის თავთან და ყველამ გადამიარა და მე lunch-ის ჩანთაზე ვლაპარაკობდი, თორე lunchbox-ი გუშინაც მქონდა დღეს არა. ხო. და დღეს ხო არ ვჭამდი. მე მგონია რომ აი სიმართლე რა გითხრა მე მესმის რატო გაბრაზდებოდა ადამიანი, როდესაც სექტას ამბობ რა, ეგ სიტყვა მგონია ძალიან ჩაწერა. ანუ აი მაგიტო არ მევასებით არის თაობა რა, რაღაც სიტყვა. მაგრამ იცი რა თემა არის ჩემი აზრით everything აი რასაც ვამბობთ მით უმეტეს ამ პოდკასტში has to be taken with a grain of salt. ანუ იცი რა არის მე ჯერ სერიოზულად არ ნაღიქვა და მე ვინც მთლიან ეპიზოდებს არ უყურებს და ჩვენი დინამიკა ზუსტად არ იცის. აი ამოჭრილი ვიდეოებით კონტექსტს ვერ ხვდები, ჩვენ განწყობას ვერ ხვდები, ზოგადად აი საიდან მოდის ვერ ხვდები და მით უმეტეს როდესაც ჩვენ გეძახიან snobs, ანუ that is insane. ანუ აი მე ყველაფერი და სნობი ხალხო. აი დავით დაუწახეთ, მაგრამ მე იმენა ხო არა, ყველაფერი ვარ სნობის გარდა. ხო, არა, იმიტომ რომ ხალხო, როცა წინასამს, ანუ როცა ერთად მუშაობდით, lunchbox-ი გქონდა მახსოვს და გქონდა? არა, მაშინ იმენა არ მქონია. What the fuck, რეps მიგონებ შეურეთ ყოფილად, უგრძნობ თავს. რატო, ანუ lunchbox-ი ერთხელ წამოვიღე მე მგონი, მოიცა რა წამოვიღე? ჭადი და ყველი იყო. ხო, მგონი ერთადერთხელ და შენი პირველი დღე იყო მე მგონი. მაგას ვამბობ. და იქვე გაწყდა ეგ ამბავი, ჩემი პირველი მცდელობა იყო. მე უბრალოდ არ გამომდის კარგად საერთოდ გაკეთება. მეორე არის რომ დილით ძალიან რთული არის რომ ადრე მოასრო, ამიტომ kudos to you. მე მგონია რომ აი არ ვიცი. მე მინდა რომ გაგამართლა როგორღაცა დაგეხმარო. მადლობა, it really helps. მაგრამ I don't give a shit. რაღაცნაირად უნდა გავძლიერდე, რომ ატანა მქონდეს რაღაც ნეგატიური კომენტარები, ზოგადად ნეგატიური ენერგიის. ეგ ყოველთვის იქნება მთავარი, კი არ უნდა აიტანო უბრალოდ.
აისხიტო. დაიგნო. ესეთი მართალი მგონი არასდროს არ აკეთებს. ვაუ. ბარიერი უნდა დააყენო. კაი, ძალიან უშეტობე. მოგიწონე? კაია. უცებ გურუ გამეჭი. გამეწერეთ ჩემი კურსი მეგობრებო თუ როგორ უნდა შექმნათ ბარიერი. ძალიან მიყვარს. მოკლედ დღეისაც სულ ეს იყო. არ იყო სულ ეს. რატო? თუ იქით What is there to say? მოდი იქით ეპიზოდში ვილაპარაკოთ ჩვენ ზოდიაქოებზე. Oh my god, yes. ეს იქნება teaser-ი. ზოდიაქოებზე გკითხეთ რაღაცები. ჩვენ top 3 თუ როგორ ეძახიან? top 3-ს არ ეძახიან, big 3. Big 3. ჩვენი big 3 რა თქმა უნდა გაგიზიარებთ და გეტყვით მოკლედ ვინც ვერ ერკვევით ამ ყველაფერს ჩვენს დავარესერჩებთ რომ რა რას ნიშნავს, მაგრამ თუ რამე კითხვები გაქვთ კონკრეტული, რავი რა შეიძლება გქონდეთ, let us know. ზოგადად Q&A გვინდა რომ შემდეგ ეპიზოდში გავაკეთოთ ამი და კითხვები თუ გაქვთ. Yay! და ბათუმისთვის რამე რეკომენდაციები, იმიტომ რომ ხვალ იქნება ჩვენი პირველი დღე, როცა ეს დაიდება და მოღრუბლული იქნება თან ამიტომ გაითვალისწინეთ. Oh my god. Love you guys. Have fun. Take care.